Arman Sarukyanis სიცრუის დეტექტორზე შეაერთეს და დღეს გავიგებთ რამდენად გულწრფელი იყო ის. Ამ გადაცემაში Sarukyanზე ბევრს ვისაუბრებ, ასე რომ მოიმარაგეთ Burger Paradise და ჩაუჯექით ამ ვიდეოს. 29 მარტს UFC მორიგი ტურნირი ჩაატარა, სადაც მთავარი ბრძოლა იყო ისრაელ ადესანია პაიფერის წინააღმდეგ და იცით რა, ესეთი მაგარი ტურნირი წელს არ ჩატარებულა. 6-ვე მთავარი ბრძოლა ფინიშით დასრულდა. უმაგრესი სანახაობა იყო. წარმოიდგინეთ, სულ ყველა ბრძოლა ფინიშით. ან ნოკაუტი, ან საბმიშენი. მაგრამ გოგოებში ალექსა გრასომ ისეთი ჩაიდინა, მან თავისი მეტოქე ჯერ დაანოკაუტა და სანამ საჯი მოვარდებოდა, დაახჩო კიდევაც. მოკლედ თავის მეტოქეს კაი ხანი ასულიერებდნენ ამ ბრძოლის მერე. Netflix-ი Paramount-ის წინააღმდეგ შევსგარეში არ შეუძლია. Dana White-ი Jake Paul-ის წინააღმდეგ. ასე შეგვიძლია დავასათაუროთ ტურნირი, რომელიც 16 მაისს გაიმართება, სადაც გამოდიან ამ სპორტის ლეგენდები, ისეთები როგორიც არის Ronda Rousey, Francis Ngannou, Nate Diaz და სხვები. დღეს გაგაცნოთ Netflix-ის ქართს, რომელზეც იძახიან რომ უკვე Dana White-ის თეთრი სახლის ქართს აჯობა, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, შეგახსენებთ რომ ამ გადაცემის სპონსორი არის Burger Paradise, რომელსაც დღესდღეობით აქვს 35%-იანი ფასდაკლება. ნებისმიერი გამოძახების სერვისში ჩაწერთ Burger Paradise ინგლისური ასოებით, ამოირჩევთ ნებისმიერ გემრიელ ბურგერს, შეუკეთავთ და ისი ამოვნებთ. მე და თუსაც ვისი ამოვნებთ. მოკლედ ვიწყებთ. სანამ Arman Sarukyanis სიცრუის დეტექტორს და პრესკონფერენციებს მოვისმენთ, ასევე ვნახავთ მის ჭიდაობაში დაპირისპირებას, მოდით 2026 წლის ყველაზე ბრუტალურ ივენტს გადავხედოთ, სადაც ყველა მეინ-კარდის ბრძოლა დასრულდა ფინიშით. მეინ-კარდის პირველი დაპირისპირება შედგა მსუბუქ წონაში, სადაც ერთმანეთს დაეჯახნენ Kyle Nelson და Terence McKinney. ორივე სპორტსმენი უნივერსალია, რომლებიც ბრძოლებს ძირითადად ფინიშებით ასრულებენ. Terence 100%-იანი ფინიშერია, რეკორდით პროფესიონალებში 17 გამარჯვება, 8 მარცხი. ამ მებრძოლმა ყველა თავისი გამარჯვება მოიპოვა ან ნოკაუტებით, ან საბმიშენებით. დამარცხების შემთხვევაშიც კი ფინიშით ასრულებს ბრძოლებს, მოკლედ გადაწყვეტილებამდე არასდროს მიდიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 17 გამარჯვებიდან Terence-მა 16 შეხვედრა პირველივე რაუნდში დაასრულა. მაგალითად 2022-ში თავის სადებიუტო ბრძოლაში UFC-ში მან Matt Frevola ზუსტად 7 წამში გაანადგურა და მსუბუქი წონის ყველაზე სწრაფი ნოკაუტის რეკორდი მოხსნა. რის მერეც ხან იგებდა UFC-ში, ხან აგებდა, 7 ფინიში მოიპოვა და 5ჯერ დამარცხდა და ის შეხვდა Kyle Nelson-ს, კანადელ სპორტსმენს, რეკორდით პროფესიონალებში 17 გამარჯვება, 6 მარცხი და 1 ნოუ კონტესტი. ეს მებრძოლიც მუდმივი ფინიშის ძებნაშია. ბოლო 5 შეხვედრაში 4-ში გამარჯვება მოიპოვა, პროფესიონალებში ჩხუბობს 2012 წლიდან, UFC-ში სულ 12 შეხვედრა ჩაატარა 2018 წლიდან, 6 ბრძოლაში დამარცხდა, 5-ში გაიმარჯვა, აქვს 1 ნოუ კონტესტი. რაც შეეხება თვითონ დაპირისპირებას, Terence-მა არც ამჯერად უღალატა თავის ტრადიციებს და დააფინიშა თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში. მას ზუსტად 24 წამი დასჭირდა, ძლიერი ჰაიკიკი, მიწაზე სასტიკი ჩაქოლვა და მორიგი ფინიში. $84 კილოგრამში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამერიკელი Mansur Abdulmaliki და ნიდერლანდელი Yusri Belgarui. Abdulmaliki დაუმარცხებელი სპორტსმენია, რომელიც ორგანიზაციაში მოხვდა საპრეტენდენტო სერიიდან. რეკორდი პროფესიონალებში აქვს 9 გამარჯვება და 1 ფრე. აღსანიშნავია, რომ მან 9 ბრძოლიდან 7 ნოკაუტით დაასრულა, 2 კი საბმიშენით. მოკლედ ძალიან საშიში და პერსპექტიული პროსპექტია, რომელიც ბრძოლის დროს ფიქრობს მხოლოდ ფინიშზე. რაც შეეხება Yusri Belgaruis, ის 2 მეტრიანი ფიზიკურად ძალიან ძლიერი კიკბოქსერია, რომელიც თავის დროზე შიშის ძარს სცემდა კიკბოქსინგში. ის შენახვედრია ამ დისციპლინაში ისრაელ ადესანიას, რომელთანაც გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა და დღემდე დარწმუნებულია, რომ მან იზის შეხვედრა მოუგო. ასევე Yusri კიკბოქსინგში 3ჯერ არის შენახვედრი Alex Pereira-ს და პირველი დაპირისპირებაში მან გადაწყვეტილებით დაამარცხა პუოტანი. თუმცა შემდეგ ორ რევანში ბრაზილიელმა მას ნოკაუტებით მოუგო, რის მერე სპორტსმენები ისე დამეგობრდნენ, რომ ნიდერლანდელი დღესდღეობით Alex-თან ერთად ემზადება და ამ შეხვედრაშიც მის კუთხეში ვნახეთ პუოტანი. Belgaruis რეკორდი პროფესიონალურ MMA-ში არის 9 გამარჯვება და 3 მარცხი. ის არის ყოფილი Level Fight-ის ლიგის ჩემპიონი. 2024-ში მიიღო მონაწილეობა Dana White-ის საპრეტენდენტო სერიაში, სადაც დაამარცხა იაპონელი სპორტსმენი ტექნიკური ნოკაუტით. გააფორმა კონტრაქტი UFC-სთან და 2025 წელს შეხვდა LFA სამგზის ჩემპიონს Azamat Bekoevs. ნიდერლანდელმა ეს სპორტსმენი ისეთ სემა, რომ საჯმა შეხვედრა მესამე რაუნდში გააჩერა და აი ასეთი ეფექტური სტარტის შემდეგ ის
შეხვდა დაუმარცხებელ აბდულ მალიქს. რაც შეეხება ამ სპორტსმენებს შორის თვითონ დაპირისპირებას, პირველი რაუნდი იყო თანაბარი. მებრძოლები არ რისკავდნენ, ზვერავდნენ ერთმანეთს დისტანციიდან და ძირითადად მუშაობდნენ ფეხებით. მეორე რაუნდში ბელგარუი გააქტიურდა, ჩანდა რომ დგომში ისჯაბნდა თავის დაუმარცხებელ მეტოქეს, რის გამოც ამერიკელმა თავის სტრატეგიას დაუმატა ჭიდაობა და შეძლო კიკბოქსერის მიწაზე გადაყვანა. მაგრამ ეს ნომინაცია დიდხანს არ გრძელდებოდა. ბელგარუი გამოძვრა და დაიწყო აბდულ მალიკის დალეწვა დგომში. განსაკუთრებულად კარგად ის მუხლებით მუშაობდა და აი გონგამდე რამოდენიმე წამით ადრე იუსრიმ უძლიერესი მარჯვენა ჰუკით წააქცია მანსური და დაიწყო მისი დაფინიშება. თუმცა გაისმა გონგის ხმა. წესით ეს იყო ფინიში, მაგრამ საჯმა არ გააჩერა ბრძოლა და შეხვედრა გაგრძელდა მესამე რაუნდში. მესამე რაუნდში ამერიკელი ჩათვალეთ დაბრუნდა ნოკაუტის მერე. ყველა ხვდებოდა რომ ის ამ ბრძოლის მონაკვეთს ვერ მიიყვანდა ბოლომდე და ასეც მოხდა. იმის მიუხედავად რომ აბდულ მალიკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დაიწყო ჭიდაობა, ის შერყეული იყო და არ ყოფნიდა ძალა მიწაზე აქტიურობის. ყოფილ კიკბოქსერმა მეოთხე წუთის მიწურულს მუხლით გათიშა ამერიკელი და გაიფორმა ულამაზესი ნოკაუტი. He is too balanced. Oh, body shot. One to the body will get him. Rumbles over. Whoa. Yusri Belgarawi with an absolute masterclass. Winner by TKO. Yusri, the babyface assassin. Belgarawi. 66 კილოგრამში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯულიან ეროსა და ლერიან დაგლასი. ეროსა ნამდვილი ვეტერანია, პროფესიონალებში 2010 წლიდან ჩხუბობს, ბრძოლის მომენტში ჰქონდა რეკორდი 31 გამარჯვება და 13 მარცხი, არის უნივერსალი ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი, ძალიან უყვარს ჩეხაობა და კარიერაში აქვს გაფორმებული 14 საბმიშენი და 12 ნოკაუტი. ლერიან დაგლასი UFC-ის დებიუტანტი, ეს სპორტსმენი არის ბრაზილიელი, ყოფილი LFA-ის ჩემპიონი, რომელმაც ამ ორგანიზაციაში ნოკაუტით მოიპოვა ქამარი. შემდეგ 2025 წლის იანვარში დაიცვა თავისი ტიტული, გაიფორმა კიდევ ერთი ნოკაუტი და 2025 წლის 10 სექტემბერს დანა უაიტს აპრეტენდენტო სერიაში დაუპირისპირდა კამ ტიკის, რომელიც 36 წამში ისე ეფექტურად გათიშა, რომ დანა უაიტს პირი დააღებინა. ასეთი ეფექტური ნოკაუტის შემდეგ, რა თქმა უნდა, UFC-მ მას ასწრაფოდ გაუფორმა კონტრაქტი და ეხლა პროფესიონალური რეკორდით 13 გამარჯვება და 5 მარცხი შეხვდა ჯულიან ეროსას. და ეს შეხვედრა დაიწყო. თავიდან მებრძოლები ერთმანეთს დისტანციიდან ზვერავდნენ, მაგრამ როგორც კი დაგლასმა ჩართო თავისი კრივი, ყველაფერი შეიცვალა. მან გადაცხრილა თავისი მეტოქე დგომში, თავისი უძლიერესი ჯებებით ძალიან მაგრად დააზიანა და მესამე წუთის მიწურულს დააფინიშა. როგორც ჩანს, დივიზიონში სერიოზული ძალა გამოჩნდა. დაგლასი საინტერესო სპორტსმენია და პირადად მე მას კარგად დავაკვირდები. $77 კილოგრამში ერთმანეთს ორი ვეტერანი დაეჯახა, ნიკო პრაისი და მაიკლ კიესა. ეს იყო კიესას ბოლო ბრძოლა კარიერაში, მან ზუსტად ერთ წუთში დაარჩა თავისი ოპონენტი და დაასრულა თავისი კარიერა ეფექტური ფინიშით. დაიგოგოების დაპირისპირება 56 კილოგრამში, სადაც ყოფილი UFC-ის ჩემპიონი ალექსა გრასო შეხვდა მეისი ბარბერს. ეს სპორტსმენები ერთმანეთს შენახვედრები არიან 2021 წელს, მაშინ გრასომ გაიმარჯვა თანაბარ ბრძოლაში გადაწყვეტილებით, თუმცა მის მერე ბარბერს აღარ წაუგია. გაიმარჯვა ზედიზედ 7 შეხვედრაში და ეხლა დაუპირისპირდა რევანში UFC-ის ყოფილ ჩემპიონს. რაც შეეხება მექსიკელს ალექსა გრასოს, ის 2023 წელს სატიტულო ბრძოლით შეხვდა ვალენტინა შევჩენკოს. ამ ბრძოლაში ალექსა იყო ანდერდოგი და არავის ჯეროდა რომ მექსიკას დივიზიონის ბუგიმენის დამარცხება შეუძლია, რადგან მაგ დროს შევჩენკო ზედიზედ 7 ტიტულის დაცვით მოდიოდა. მაგრამ გრასომ სასაული მოახდინა, დაიჭირა ვალენტინა მახრჩობელაზე და გახდა ახალი დივიზიონის ჩემპიონი. შემდეგ მექსიკელი შევჩენკოს ტიტულის დაცვით შეხვდა, ეს დაპირისპირება დასრულდა ფრედ, მან ტიტული შეინარჩუნა და აი ტრილოგიაში გრასომ საჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა შევჩენკოსთან. რის მერეც კიდევ დამარცხდა გადაწყვეტილებით 2025-ში ნატალია სილვასთან და აი ეხლა შეხვდა ბარბერს
რომელიც მოდიოდა 7 გამარჯვებიანი სერიით. რაც შეეხება თვითონ დაპირისპირებას, ყველაფერი დასრულდა პირველი რაუნდის შუაში. ალექსა გრასომ ალბათ ამ ივენზე ყველაზე ეფექტური ფინიში შეასრულა. მან კონტრზე ჯერ მარცხენა უძლიერესი დარტყმით წააქცია მეტოქე, მერე ერთი მარჯვენაც დაუმატა და ალბათ უკვე დანოკაუტებული ბარბერი მახრჩობელაზე დაიჭირა, რა დროსაც მას მსაჯმა მიუსრო. ეს იმდენად სასტიკი ფინიში იყო, რომ ბარბერი კაიხანი უგონოდ იწვა ოქტაგონზე. გრასო კი როგორც ჩანს ძალიან მიუახლოვდა სატიტულო ბრძოლას. დაიმთავარი ბრძოლაც, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 84 კილოგრამში ამ სპორტის ცოცხალი ლეგენდა, UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, ადამიანი, რომელმაც დაანოკაუტა ალექს პერეირა, ისრაელ ადესანია და ჯო პაიფერი. ადესანიაზე ცალკე დოკუმენტური ფილმის გაკეთებას ვაპირებ მომავალში. აქ მოკლედ გეტყვით, რომ ის MMA-ში მოხვდა კიკბოქსინგიდან. ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო პროფესიონალებში, ყველა ნოკაუტებით და მოხვდა 2018 წელს UFC-ში. აქაც დაუმარცხებლად 5 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის მან დაამარცხა თავისი კუმერი ანდერსონ სილვამ, შემდეგ სატიტულო ბრძოლით კევინ გასტელამი დაამარცხა და გახდა ჩემპიონი. ტიტულის დაცვაზე დაანოკაუტა რობერტ ვიტიკერი. მერე დაამარცხა ღვთის ჯარისკაცი იოელ რომერო, ზედ მიაყოლა ტიტულის დაცვაზე პაულო კოსტა. შემდეგ სატიტულო ბრძოლით ავიდა მეორე ქამრის მოსაპოვებლად 93 კილოგრამში, თუმცა გადაწყვეტილებით დამარცხდა იან ბლოხოვიჩთან, დაუბრუნდა მოქმედი ჩემპიონის სტატუსით 84 კილოგრამს, სამჯერ კიდევ დაიცვა თავისი ტიტული, დაამარცხა გადაწყვეტილებით მარვინ ვეტორი, მეორეჯერ რობერტ ვიტეკერი და ჯარედ კანონიერი, რის შემდეგ შეხვდა ალექს პერეირას და დამარცხდა ნოკაუტით ტიტულის დაცვაზე. ამ მარცხმა ადესანიას ცხოვრებისეული მიზანი დაუსახა პერეირას რევანშთან დაკავშირებით. ადესანია მეორეჯერ შეხვდა ბრაზილიელს, დაანოკაუტა, დაიბრუნა ქამარი და ამის მერე ეთყობა ასაკმაც მიუკაკუნა, სამი შეხვედრა ზედიზედ წააგო. სატიტულო ბრძოლა ჯერ შონ სტრიკლერთან გადაწყვეტილებით, მერე სატიტულო ბრძოლა დუპლესისთან საბმიშენით და აი კარიერის დასრულების მაგივრად 2025 წელს შეხვდა ნასრუდინ მიმავალს, წააგო ნოკაუტით და ეხლა 3 მარცხის სერიით 36 წლის ასაკში შეხვდა 29 წლის პაიფერს. დივიზიონის რეიტინგში ბრძოლის მომენტში ადესანია იკავებდა მეოთხე ადგილს, ჯო პაიფერი კი მე-14-ეს. რაც შეეხება პაიფერს, მან პირველი ბრძოლა 2018 წელს ჩაატარა სწორედ მაშინ, როდესაც ადესანია იყო თავისი ძალების პიკში. ბრძოლის მომენტში სპორტსმენი მოდიოდა პროფესიონალებში რეკორდით 15 გამარჯვება და 3 მარცხი. არის უფრო მძიმე ნოკაუტერი და სტრაიკერი, თუმცა მიწაზეც ძალიან კარგად იბრძვის. ეს სპორტსმენი არის ყოფილი Ring of Combat-ის ჩემპიონი. UFC-ში დანა White Contender სერიიდან მოხვდა 2022 წელს, ორგანიზაციაში 7 შეხვედრა ჩაატარა, ერთხელ დამარცხდა გადაწყვეტილებით ჯეკ ჰერმესონთან, მოიპოვა 3 ნოკაუტი, 2 საბმიშენი და 1 გადაწყვეტილება და ის შეხვდა ადესანიას, რომელზეც გამარჯვება მას ძალიან წინ წაწევდა რეიტინგში. რაც შეეხება თვითონ ბრძოლას, პირველი რაუნდი შეიძლება ითქვას იყო შედარებით თანაბარი. ორივე სპორტსმენს ჰქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ ჩანდა, რომ პაიფერს დარტყმები ბევრად დამაზიანებელი იყო. პლუს ამას ჯონ ბოლოს გრეპლინგშიც აქტიურა. მეორე რაუნდი თითქოს იზიმ აქტიურად დაიწყო. სპორტსმენებმა რამოდენიმეჯერ წაიჩეხავეს, თუმცა პაიფერი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა. მან მოახერხა დაღლილი ადესანიას მიწაზე გადაყვანა, სადაც კაიხანი დომინირებდა და საბოლოო ჯამში მან ამ სპორტის ლეგენდა პარტერში ჩაკოლა და მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. ეხლა უკვე ისრაელ ადესანიას ზედიზედ 4 მარცხი აქვს და მგონი დროა დაასრულოს კარიერა, სანამ ფერგიუსონს გაუთანაბრდება. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. ამავე ივენტზე დიდების დარბაზში შესაყვანად წარადგინეს დემეტრიუს ჯონსონი, ადამიანი, რომელიც თავის დროზე ისე დომინირებდა თავის დივიზიონში, რომ ორგანიზაციამ მას აიძულა UFC-დან წასულიყო. მასზე ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი მაქვს გაკეთებული და თუ ვინმეს გაინტერესებთ დემეტრიუსის კარიერა, მულსახწერაში დაგიტოვებთ. ეხლა კი არმან სარუკიანის რუბრიკა, თქვენი ყველაზე საყვარელი რუბრიკა ჩემს არხზე, იმის მერე რაც არმან სარუკიანმა ჯორჯიოსთან რაფზე იჩხუბა, მოდით გავიგოთ რითი არის დაკავებული სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიური სომეხი ამ პლანეტაზე და პირველ რიგში მოусმინოთ ინტერვიუს სიცრუის დეტექტორთან. შენ არმან სარუკიანი ქვია?
იასნია არმან სარუკიანი. მზად ხარ სიცრუის დეტექტორისთვის? კი, ნერვიულობ? ცოტა რა. პირველი კითხვა. არიან ამ სპორტში მებრძოლები, რომლებსაც მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე იმსახურებენ? იასნია, აი, например, პედი პიმლეტი ვაფშე არ იმსახურებს ყურადღებას. ეს სიმართლეა. შენს დივიზიონში სხვა მებრძოლებთან შედარებით შენი ბრძოლა უფრო ტექნიკურია? აი, ეგ სიმართლე, აქ ყველაზე ტექნიკური ვარ. ჯერა რომ ილიას სცემ. Ясния, я всегда верю в себя. შენი ფანებისგან იღებ თუ არა იმ აღიარებას, რომელსაც იმსახურებ? ფანებისგან ვიღებ, აი უფროსობისგან ვერ. ეს სიმართლეა. გჯერა თუ არა რომ ისლამ მახაჩევს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა შენ გაუწია? არა, ვფიქრობ ყველაზე მოშნი წინააღმდეგობა ვოლკანოვსკიმ გაუწია. ეს ტყუილია. შენ მართლა ძალიან მდიდარი ხარ? არა, საიდან ბრატ? ეს ტყუილია. ეხლა მილიარდერი ჩემზე მდიდარია, походу მინდა გავხდე მილიარდერი. ზოგჯერ ფეიქ საათებს იკეთებ? ზოგჯერ ვატარებ, ხო? ეს ტყუილია. UFC-ის ჩემპიონობის ნაცვლად შენ საყვარელ კერძზე სამუდამოდ უარს თუ იტყოდი? არც იფიქროთ, UFC-ის ჩემპიონი ისედაც გავხდები. დანა ვაითის გეშინია? არა თო. ეს ტყუილია. ფეიქ აკაუნტიდან ოდესმე დაგიკომენტარებია? არა ბრატ, საიდან ერთი აკაუნტი მაქვს. ეს სიმართლეა. ოდესმე თუ მოგიტყუებია რომ ტრავმა მიიღე, რათა საშიში ჩხუბისთვის თავი აგერიდებინა. კი? ეს ტყუილია. ვა, კაი დეტექტორი ხარ, მაგრამ ხალხი სხვანაირად ფიქრობს, ზატო ეხლა ვიცი რომ ეს პროვოდები მუშაობს. ბურგერ პერედაისი გაგისინჯავს? კი? საუკეთესოა თუ არა? ვაფშე არ დამევასა. ეს ტყუილია. ნუ მთლად ნაგავი არაა რა. ესეც ტყუილია. Хорошо, საკაიფო რამეა რა. აი ეს სიმართლეა. ყველას გვახსოვს რომ არმან სარუკიანმა დიდი ომი მოაწყო რაფის ორგანიზაციაში, როდესაც შეხვდა ჭიდაობაში ჯორჯიო პულას. ბევრს გაუკვირდა რატომ არ მისცეს მებრძოლებს დისკვალიფიკაცია, თუმცა ეს სპორტსმენები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს იგივე ორგანიზაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ჩხუბმა პიარის ჭრილში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ნუ შეიძლება ზოგს არმანი არ მოსწონს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ძალიან აქტიური მებრძოლია, თითქმის ყოველ თვე ჭიდაობს, აქტიურია სოციალურ ქსელებში და ამით თავისი ცნობადობამ ძალიან აიმაღლა. აი მაგალითად იმის მერე რაც მან პულასი დაამარცხა და მერე ცემამ შეხვდა ჭიდაობაში დაუმარცხებელ UFC-ის ყოფილ მებრძოლს მუხამედ მაკაევს, რომელიც გაგუდა. Makaev trying to get out, but he will not. He's done. Good night. Arman Sarukyan. ეხლა კი მეორეჯერ დაუპირისპირდა ჟორჟიო პულას, ამჯერად ყველაფერი ჩხუბის გარეშე დასრულდა, თუმცა პრესკონფერენციაზე პატარა დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა. გავმაზოთ 10.000-ზე რომ მოგიგებ? შენი ნაშა, ნინა, ერთი დღით მომეცი და მე 10,000 მოგცემ. რა თქვი ბიჭო? შენ გოგოსთან, ნინასთან პაენმანი მომიწყე, მე კი ფულს მოგცემ. ბრაც, ეხლა კარგად მომისმინეთ, ვაფშე ყველას გეხებათ. ნუ საუბრობთ ჩემს ოჯახზე, ცოლებზე, დებზე, მათ შორის მეგობრებზე. თუ არ გაითვალისწინებთ, დაგბრიდავთ. მაგრამ კიდია რაფი, UFC, შეეხებით ოჯახს, დაიტრუბებით ყველა. ეს შენს გეხება ყვერო მოკეტე. ვაფშე გოგოებს პატივი ეცი და ჩემზე იბაზრე თუ გინდა ახლობლებს ნუ ეხები ბრატ. ესე იგი სერიოზულად მოგწონს. მე ვარ ამერიკული ოცნების განსახიერება, ვარ მოჭიდავე ინფლუენსერი და ბიზნესმენი. ბიზნესმენი? სპორტის ამბასადორი ვარ. მართლა ბიზნესმენი ხარ? ხო გაიგე რაც თქვი? შენ ახლა თავს ბიზნესმენად თვლი? კი. რა ბიზნესი გაქვს? ნუ მაგარი ბიზნესმენი ხარ, ძის ტიში წააგი და პული არ მომეცი შეწუწურაკო.
დაიეს სპორტსმენები ერთმანეთს შეხვდნენ. სარუკიანმა უშანსოდ დაამარცხა პულასი ანგარიში 3-9 და დაუმტკიცა ყველას, რომ მისი ჭიდაობა სულ სხვა დონეზეა. რის მერეც პრეს-კონფერენციაზე კოლბი კოვინგტონთან მოუწია საუბარი, რომელიც უფრო მძიმე წონაშია და როგორც ჩანს ეს მებრძოლები ახლო მომავალში იჭიდავებენ. რადგან ორივემ გამოთქვა ჭიდაობის მზაობა და იეს დაპირისპირება მართლა ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება. იქამდე კი პულასმა 10,000-ის ტავანი ჩააბარა არმანს, სომეხმა ეს ფული ეგრევე გადაურიცხა უნარ შეზღუდულ და გაჭირვებულ ბავშვს, რითიც პირადად მე ძალიან გამახარა. What a great guy. You see this? I had him a lot, but like this one is that's beautiful, bro. That's fucking good. So you know, like this man has to. ამასობაში გურამ ქუთადელაძე დაგვიბრუნდა და როგორც ჩანს ის ნამდვილად ძალიან მაგარ ფორმაშია. შეგახსენებთ რომ გურამი გადაწყვეტილებით 2025 წლის 22 მარტს დამარცხდა UFC-ში, რის მერეც მას კონტრაქტი გააუქმეს ორგანიზაციაში. მაგრამ ის პაუზის შემდეგ დაბრუნდა ACS ორგანიზაციაში, სადაც შეხვდა ვიტორ ჰუგოს, მაგ ბრძოლაზე ქართველის კუთხეში მისი ახლო მეგობარი იყო ხამზად ჩიმაევი. ამ შეხვედრაში ქუთადელაძემ ზუსტად 3 წუთში გაანადგურა თავისი ოპონენტი და მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. და რამოდენიმე დღის წინ ქართველმა კარატე კომბატში მიიღო მონაწილეობა, სადაც შეხვდა თურქ სპორტსმენს კადირ დალკირანს. ქუთათელაძემ პირველივე რაუნდში ისეცემა თავისი ოპონენტი, რომ ის მეორე რაუნდზე ფიზიკურად ვეღარ გამოვიდა. ასე რომ ქართველი კვლავ ფორმაშია და უსურებ მას წარმატებას. In position to beat down from the two to line. He survived. Up to the highest percentage defensive choices. A high level fighter. ამავე კარატე კომბატზე მაგ დღესვე ლიანა ჯოჯუამაც იჩხუბა. ის შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს დიანა პოღოსიანს. სამწუხაროდ ქართველი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა მჯერა რომ ის ამხელა შესვენების მერე ვერ მოასწრო სათანადო მომზადება და შემდეგში გაგვახარებს. უსურებ ლიანას წარმატებას. 2026 წლის 16 მაისს ორთა ბრძოლების სამყარო შეზანზარდება იმ მოვლენისგან, რომელსაც უკვე უწოდებენ საუკეთესო ივენტს, რომელიც თავის სახელებით ჯობნის თეთრი სახლის ქარts. საუბარია Netflix-ის პირველ სრულფასოვან MMA ტურნირზე, რომელიც ჩატარდება ლოს-ანჯელესში ულტრათანამედროვე არენაზე. ამ ივენტის ტრანსლაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 325 მილიონი გამომწერისთვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე იქნება ხელმისაწვდომი. ბევრი ფანი და ექსპერტი უკვე ღიად ამბობს, რომ ეს ტურნირი ჰაიპითა და ხარისხით იმაზე მაგარი იქნება, რაც კი ოდესმე დანა უაიტს გაუკეთებია. ეს არ არის უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი სიტყვები, რადგან კულისებს მიღმა დგას ადამიანი, რომელმაც UFC-ის სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობს შიგნიდან. საუბარია ნაკისა ბიდარიანზე, რომელიც არის ჯეიკ პოლის ბიზნეს პარტნიორი და MVP-ის პრომოუშენის თანადამფუძნებელი. ნაკისა თავის დროზე იყო UFC-ის ფინანსური და სტრატეგიული დირექტორი. სწორედ ბიდარიანი იყო ის რუხი კარდინალი, რომელმაც $4 მილიარდ გაყიდა UFC-ის პრომოუშენი. მან დატოვა UFC, რათა საკუთარი იმპერია ეშენებინა და ახლა მთელ თავის გამოცდილებას აუდიტორიის გამოსაბირებლად იყენებს. მისმა და ჯეიკ პოლის ორგანიზაციამ MVP-მ უკვე შექმნა კრივის ისტორია, როდესაც 2024 წელს მოაწყო მაიკ ტაისონის და ჯეიკ პოლის ბრძოლა, რომელსაც პირდაპირ ეთერში რეკორდულმა 125 მილიონმა ადამიანმა უყურა. მოდით ამ ღონისძიების მთავარ ქარts გადავხედოთ, სადაც ერთმანეთს ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდები დაეჯახებიან, რომლებიც გალიაში წლებია არ გვინახიან. ამ ივენტის მთავარი ბრძოლა ქალების დაპირისპირებაა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ სპორტის პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოს მასშტაბით. სპორტში ბრუნდება 39 წლის რონდა როუსი, რომელიც დაუპირისპირდება 44 წლის ჯინა კარანოს, ისინი 66 კილოგრამში იჩხუბებენ. რონდა UFC-ის პირველი ჩემპიონია და ოლიმპიური პრიზიორია ძიუდოში, ქალი, რომელმაც დანა უაიტს ქალთა ბრძოლების პოტენციალი დააჯერა. ჯინა კარანო კი MMA-ის პირველი ნამდვილი სუპერვარსკვლავია, რომელიც კარიერის პიკზე ჰოლივუდში წავიდა და გახდა მსახიობი. ამ ბრძოლაზე ფანები წლებია ოცნებობდნენ და ეხლა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. მეორე მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 29 წლის ფრენსის ნგანუ და 41 წლის ფილიპე ლინსი. ეს შერკინება შედგება მძიმე წონაში. შემდეგ მოდის აბსოლუტური სიგიჟე 77 კილოგრამში, სადაც ერთმანეთს დაეჯახებიან სტოქტონელი 41 წლის განგსტერი ნეით დიაზი და 34 წლის მაიკლ პერი. ასევე მძიმე წონაში ვიხილავთ 42 წლის UFC-ის ყოფილ ჩემპიონს ჯუნიორ დოს სანტოს. მისი მეტოქე იქნება 37 წლის კუბელი რობელის დესპანიე, ოლიმპიური პრიზიორი
დივიზიონი ტაიკვანდოში და უმარცხებელი მუჰამედ მაკაევი ადრიანო მორაეს შეხვდება. და კიდევ რამოდენიმე საინტერესო ორთა ბრძოლას ვიხილავთ, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. მიუხედავად ამ ვარსკვლავური აფიშისა და Netflix-ის წარმოუდგენელი ხარისხისა, რეალურ დროში UFC-ის კონკურენტი ნამდვილად არ ყავს. რაც არ უნდა მაგრად გამოიყურებოდეს ეს აფიშა, ეს უფრო პენსიონერების ჩხუბს გავს. დიახ, ეს დიდი სახელებია, ნოსტალგია, მაგრამ არც ერთი სპორტსმენი არ არის თავის პრაიმში. როდესაც 40 წლის ლეგენდები 10 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებიან, ეს არის უმაგრესი შოუ და ბიზნესი, რომელსაც ნამდვილად ბევრი ჩვენთაგანი სიამოვნებით ადევნებს თვალს. მაგრამ ეს არ არის საფრთხე დანა ვაითისთვის. UFC ისევ პირველ ადგილზე რჩება, რადგან იქ საუკეთესოებს ებრძვიან თავიანთ შესაძლებლობების პიკზე. დღეისათვის აი ასეთი ახალი ამბებით შემოვიფარგლები, ველოდებით თქვენს კომენტარებს მომავალ შეხვედრამდე.